მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. ძალიან გთხოვთ ენერგიის გაცვლის მიზნით გამოიწეროთ ჩემი გვერდი. არ დაგეზაროთ subscribe-ზე ხელის დაჭერა, გამოწერა არხის, დალაიქება, დაშეარება ვიდეოს სხვადასხვა ქსელებში და კომენტარება. თქვენი აქტიურობა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დასაფასებელი და ძალიან მადლობელი ვარ ამისათვის. ეს იქნება არხის გამოწერა, იქნება მცირედი მადლობა თქვენი ჩემდამი, რასაც მე თქვენთვის ვაკეთებ უფასოდ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემს ვიდეოების ყურების საფასურად რიცხავს თანხას, ძალიან დიდი მადლობა. კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ მომმართოთ მხოლოდ WhatsApp-ზე +1 718 506 28 ნომერზე. გიპასუხებთ ამერიკის დროით, ჩემთან კონსულტაციის ღირებულება არის მეგობრებო $100. ხშირად ადამიანები ხშირად არა ვერ ვიტყვი. სადღაც 100-დან 105% იძახის ხოლმე, რომ იცით რა, დარეკვა მინდა თქვენთან, მეგობრებო, სამწუხაროდ ყველა მესე რომ დამირეკოს. მაგიის ნებისმიერ საკითხზე მე შემიძლია თქვენი პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომ დრო რომ არ დაკარგოთ თქვენც და მეც, ამიტომ უნდა მობრძანეთ კონსულტაციაზე, რომ ნამდვილად გითხრათ რა გჭირდებათ, როგორ, რა პრობლემა გაქვთ და ასე შემდეგ. იცით რა არის დღევანდელ თემაზე, რაც მინდა ვისაუბრო და პატარა მინი რიტუალი გავაკეთოთ. მამაკაცი არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ქალისათვის და ჩემს რიტუალებში წამყვანი ადგილი უჭირავს მამაკაცის რიტუალებს მამაკაცზე. მაგრამ თქვენ იცით, რომ მე როდესაც ჩემთან მობრძანდებიან ქალბატონები, პირველ რიგში ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის სურვილის მიხედვით, რა თქმა უნდა, მე ვერავის ვერ დავაძალებ და ვერ ვეტყვი, რომ გინდა თუ არა ეს გაიკეთე, მაგრამ ყველას მე ვურჩევ, რომ სანამ მეუბნებიან, რომ აი მიბმა გაგვიკეთე ან რაღაცა, ყველას მე ვურჩევ მობრუნების რიტუალამდე წმენდის რიტუალს. რაშია საქმე და რატომ ვურჩევ? და ხშირად ვეუბნები, რომ იქნება არ დაგჭირდეს, არ გადაიხადო ფული. ზედმეტად, მოდი გაიკეთე მხოლოდ წმენდა. იცით როგორ არის? როდესაც საქმე ეხება მაგალითად მამაკაცს. რატომ მიდიან მამაკაცები თქვენგან? უყურეთ, ამას აქვს ორი ძალიან სერიოზული მიზეზი. ეს არის ერთი ფსიქოლოგიური და მეორე ენერგეტიკული მიზეზი. იმიტომ რომ მამაკაცი ენერგეტიკულად შეიძლება არ არის მნიშვნელოვანი, მაგალითად რომ მაინც და მაინც ჯადო ჰქონდეს ადამიანს გაკეთებული, ხო? რამდენი ადამიანი მოდის შემთხვევაში, არანაირი ჯადო თქვენ არ აგაქვთ და არანაირი, უბრალოდ თქვენ წმენდა გჭირდებათ. მაგრამ ზოგი ადამიანი, როდესაც ეუბნები, რომ თქვენ წმენდა გჭირდებათ, ცოტათი უგულებელ ყოფს ამ ყველაფერს და ფიქრობს, რომ კაი, რა წმენდა, რა უნდა იყოს, ახლა ისეთი მოდი წავალ ვიღაცა სანთლის დანთებიანთან გავიწმინდები და всё რა, მეტი აბაჯადო თუ არა მაქვს, მაშინ წმენდა რა არის, არაფერი, რაღაცა ვიბანავებ ან ასე თქვათ, ვიღაცა მირჩევს, რომ მარილი გადავივლო თავზე და всё, ეგ იქნება ჩემი წმენდა. სიტყვაზე, ხო, გარდა რიტუალისა. თორემ მარილი ძალიან კარგი იმუშაობს, მაგრამ მარილის გორებით რო გადავივლოთ მეგობრებო თავზე, თუ რიტუალი არ გაკეთდა წმენდის, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ხო? უყურეთ, მამაკაცი, როდესაც თქვენგან
გონებით მიდის, ხო? და ემოციურად. ესე იგი ნიშნავს, რომ თქვენ ფსიქიკაში მეგობრებო, კარგად რაიმე არ არის. მაგალითად, ავიღოთ თუ თქვენ ჯადო არ აგაქვთ, არ არის აუცილებელი ჯადო გქონდეთ. ხო, არ აგაქვთ ეს ჯადო, ხო, შეიძლება რომ არ გქონდეთ ჯადო. მაგრამ ძალიან ბევრი პასუხისგებლობები გქონდეთ ცხოვრებაში აღებული თქვენს თავზე. მუშაობდეთ უწყვეტად, იყოთ ემიგრანტი, იყოთ, რა ვიცით, არ იყოთ ემიგრანტი, მაგრამ მუშაობდეთ საქართველოში უწყვეტად. 24 საათი მუშაობდეთ, საკუთარ თავს არ აქცევდეთ იმდენ ყურადღებას, ხო მეგობრებო, პომადის წასმა არ არის მარტო ყურადღებას, კი, მუშაობა ძალიან კარგია. ძალიან კარგია მუშაობის გარეშე, მე ერთი დღე არ შემიძლია. მაგრამ როდესაც შენ თავს არ აქცევ ყურადღებას და მუშაობა და ესე ვთქვათ, როგორ შეინახო ოჯახი დიდგას პირველ ადგილზე, ბანკები, სახლები, ყველაფერი, იქ შენ ქალურობას აუცილებლად დაკარგავ. ქალურობას, როდესაც შენ დაკარგავ, შენ დაკარგავ ჯანმრთელობას, შენ დაკარგავ აკრიფავ წონას, შენ დაკარგავ თვითშეფასებას, შენ დაკარგავ უამრავ რაიმეს და ამასობაში ცუდი ხასიათი ის ეს ნერვები მოგეშრება, ყველაფერზე გაღიზიანდები და ამასობაში იქნება ოჯახში კონფლიქტი და ან ერთი მიდის, ან მეორე. ამიტომ მეგობრებო, როდესაც მე ვაკეთებ წმენდის რიტუალს, რომელიც ჩემთან 1400 ან 1500 დოლარი იღებს, ხო, გააჩნია ადამიანს, ხო, თუ მუსულმანია ადამიანს 300-400 და ხშირად 500 დოლარიც ემატება, ანუ 1800, 1900 და ასე შემდეგ, ხო? ანუ მარტო წმენდა არ არის ჩემთან, ხვდებით, ხო? ანუ მარტო всё, გაწმინდა, არა. ღრმა ფსიქოლოგიური მუშაობა ადამიანთან თუ ეს მას სჭირდება, სხვადასხვა რიტუალები, რომ თვით შეფასება აიმაღლოს ადამიანმა. ზოგს კიდევაც თქვით სხვადასხვა ვიდეოებში, ტელეგრამზე მე სულ ვაკეთებ მარათონებში, ხო? ნუ პირად საუბრებში მარათონს გულისხმობ, რომ ზოგი ადამიანს კაცო ბავშვობაში მშობელი აუპატიურებდა ზოგს, ესე ვთქვათ, საჭმელს უმალავდნენ, ზოგს ჩემ კლიენტს აბავდნენ ჯაჭვით და სემდნენ, საშინლად ეპყრობოდნენ, ხო? ამიტომ ვის რა სტრესი აქვს წარსულში, ეს არავინ არ იცის. ესეც ეხმარება იმაში, რომ თქვენ ბედი არ გქონდეთ კარგი, ანუ თქვენი იმდენი სტრესი გაქვთ ბავშვობიდან მოყოლებული, რომ ესეც გეხმარებათ იმაში, რომ ცუდი ბედი და ცუდი მომავალი გქონდეთ და კაცი გყავდეთ მუდმივად ცუდი, როგორც თქვენ მოძალადე მამა ან ძმა ან ვინმე გყავდათ და იაროთ ერთ წრეზე. აუცილებელი არ არის მარტო ვიღაცამ თქვენ ჯადო გაგიგეთოთ, ხვდებით? ამიტომ აი ამ ყველაფრის აი როგორც ჭიპლარს გაწყვიტავს ადამიანი, არის ესეთი რიტუალები, რომელსაც მე ვაკეთებ გახსნის დროს, ხო? ამიტომაც არის კონსულტაცია, რომ ადამიანს რა ჭირდება კონკრეტულად. ყველას ერთნაირი წმენდის რიტუალი ხო ვერ დასჭირდება, მეგობრებო, ესეთი არამე არ არსებობს. ამის შემდეგ ადამიანები ნოლიდან იწყებენ ცხოვრებას. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი კლიენტები ესე ამბობენ, რომ თავიდან იბადებიან. და ასე ვთქვათ, ჩემ მარათონსაც ამიტომ ქვია დაიბადე თავიდან. უყურეთ, მეორეა, როდესაც ენერგეტიკული ასე ვთქვათ, წყვეტა ხდება ადამიანებში. ან მამაკაცსა თქვენ, მაგრამ უყურეთ, ამ ენერგეტიკულ წყვეტას მე ორად ჩავშლიდი. აი, ორად ჩავშლიდი, უყურეთ. ერთია, როდესაც გიკეთებს უკეთებენ თქვენ მამაკაცს ჯადოს, ეს ერთი, ანუ ეს ერთია, ეს როდესაც ჯადო ხდება და თქვენ ენერგეტიკულად წყდებით ერთმანეთს და ეშმაკი და სატანა ეპატრონება თქვენ მამაკაცს და მეორეა, როდესაც აი ეს ყველაფერი თქვენ გაქვთ, ანუ ენერგეტიკულად ისეთ დაბალ დონეზე, როგორ ვიბრაციაზე ხართ თქვენ, რომ ვეღარავის ვეღარ მიიზიდავთ, ვეღარ ფულს ვერ იზიდავთ, ავად ხდებით, სურვილებს ვეღარ ისრულებთ, სამსახურში პრობლემები გაქვთ, ზოგს უმუშევრობა აქვს, უხასიათობა აქვს, უძილობა გაქვთ, რას ნიშნავს, ხომ? რომ თქვენი ვიბრაციები იმდენად
თქვენმა ვიბრაციებმა იმდენად დაიწია დაბლა, ხო? იმდენად გესაჭიროებათ წმენდა, ხო? რომ უკვე ყველაფერში პრობლემები გაქვთ. როდესაც წონაში იმატებ ან იკლებ, ხო? როდესაც ჰორმონები გეშლება, როდესაც უხასიათობა გაქვს, როდესაც პირიქით ძილიანობა გაქვს, სულ მოთენთილი გინდა იყო, სულ ძილით გინდა იყო, ფეხები, ხელები გაცებული გაქვს, ხო? ანუ სხვადასხვა პრობლემაა. ჯადო ენერგეტიკა ისე დაბალზე გაქვს, რომ უკვე ჯანმრთელობის პრობლემები გეწყება, უხასიათობა, სექსუალური კონტაქტი არ გინდა, გაღიზიანებული ხარ მუდამ, ამ დროს ადამიანმა უნდა გაიკეთოს წმენდის რიტუალი. იმიტომ რომ ხშირად იცით როგორ ჩემთან რომ მოდიან ხოლმე კლიენტები, ხშირად ესე ვთქვათ, გონიათ რომ მამაკაცი მაგისაგან წავიდა, იმიტომ რომ ჯადო აქვს. ხო, აი ეგრეა რა. მესმის კი, მე სულ ვიძახი რომ რა თქმა უნდა ფული მიყვარს და მე არც მე არა ვარ მეგობრებო ანგელოზი, მაგრამ ერთადერთი ანგელოზი რაშიც ვარ, რომ მე ჩემ კლიენტებს არასოდეს არ ვატყუებ. ხშირად, როდესაც მოდიან უნდათ რომ აი ძალიან თუ არაფერი არ აქვს სიტუაციაზე ვეუბნები არ გაქვთ არაფერი თქვენ გჭირდებათ გაწმენდა და კაც მაგიტო ვერ იზიდავთ ამ კაც არ აქვს არანაირი ჯადო ნუ თუ არ აქვს ვეუბნები ხო თუ აქვს როგორ ვეტყვი რომ არა მაგრამ თუ არ აქვს ვეუბნები და აი როგორ არის იცით ეჭვს თვალით გიყურებს ადამიანი გაიგეთ აუ მე მგონი რომ ჯადო აქვს ვეუბნები არა აქვს შენ ისე ცუდად გაქვს ყველაფერი ენერგეტიკა ნოლზე ფულს ვერ შოულობ გასუქების პრობლემები ჰორმონების პრობლემები ხო ძალიან ბევრი ნერვიული პრობლემები ღამე გძინავს არა ფარისებელზე პრობლემა მაქვს ის პრობლემა მაქვს ეს აი ამდენი ბუკეტი პრობლემებით როგორ შეიძლება რომ საკუთარი თავის გარდა რამეზე იფიქროს ადამიანმა იმიტომ რომ როდესაც შენ თვით სიყვარული არ გაგაჩნია გამორიცხულია რომ თქვენ მოიზიდოთ ისეთი მამაკაცი რომელიც თქვენ დაგაფასებთ და შეგიყვარებთ და აი მაგიტომაც არის რომ გხვდებათ ისეთი საშინელი ადამიანები რომლებიც თქვენს აურას ეპლუსება ანუ საშინელი ნარკომანი არ გაფასებენ ცუდად გექცევიან თქვენ მუშაობთ ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს ინახავთ ფულს ახარჯავთ უვლით პატარა ბავშვით ეს ადამიანები მიდიან მე რომ ამას გოგონებს ნახულობენ რატომ და იძახიან ზოგი კი რა თქმა უნდა ჯადოს კი არა ხალხნო ისეთ რაღაცებს აკეთებენ გაგიჟდებით სამი ქალი უკეთებს ზოგჯერ ერთ მამაკაც ჯადოს ჩემ აქ ემიგრაციაში განსაკუთრებით ხო ემიგრაციაში ისეთი რაღაცები ხდება არ ვიცი არსად არ ხდება ალბათ ხო მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხომ არის რომ არავინ არაფერს არ უკეთებს და თვითონ მამაკაც უნდა თავიდან მაგრამ მოულოდნელად გადის თქვენი ცხოვრებიდან იმიტომ რომ თქვენ ძალიან ცოტა ენერგია გქონდათ დარჩენილი და ის ენერგიაც გააფუჭეთ და მორჩა წავიდა მამაკაცი თქვენი ცხოვრებიდან. ნუ ნეკრომაგიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხშირად ყოფილი მეუღლეები საფლავზე უმარხავენ სურათებს ეს ძალიან ხშირია თუ ზედმეტი დოზა და გადაჭარბებული მოვიდა, მეგობრებო, ადამიანები ძალიან მალე ავადდებიან, პრობლემები ემართებათ და ასე შემდეგ, ეს უკვე ძალიან საშინელებაა. ძირითადად საქართველოში ყოფილებისაგან და ცოლებისაგან მოდაში არის ნეკრომაგია, რაც რა გითხრათ, ადამიანს აუბედურებს უბრალოდ აუბედურებს ადამიანს. ქალს ჯანმრთელობას урყევს ბოლომდე. ხშირ შემთხვევაში ზედმეტი მოძდით ხოლმე და უკეთებენ სასიკვდილო ჯადოს და ისეთ მძიმედ არიან ხოლმე ეს ქალბატონები, რომ მე ვეუბნები იცით რა, მე თქვენ ხელს ვერ მოგკიდებთ. იმიტომ რომ როდესაც ვატყობ, რომ ადამიანს სიკვდილი აქვს შეპარული ენერგეტიკაში, მე ეგეთ ფულს ვერ შევიტან სახლში. ამიტომ როდესაც დაგვიანებულია ეს ძალიან ცუდია. მე მინდა დაგეხმაროთ. აი, იცით როგორი რიტუალია ეს? ვისაც
იმ დონეზე აქვს დაბინძურებული ენერგეტიკა ყოფილისაგან, ყოფილის, ესე ვთქვათ, ცოლისაგან უკეთებს, ზოგი მეორე ცოლს მოიყვანს ის უკეთებს, ხო? აი, ესე ვთქვათ, ვისაც ესე გაქვთ ენერგეტიკა დაბინძურებული და სულ მამაკაცთან პრობლემები გაქვთ, სულ მამაკაცთან 1000 რაიმე გაქვთ, აი ისეთი ადამიანებს მინდა გავუკეთო ესეთი რიტუალი. რიტუალი არის ძალიან მოკლე. რამდენიმეჯერ უნდა ვთქვა მე შელოცვა. თქვენ მინდა რომ დაჯდეთ, მოთავსდეთ კომფორტულად. რიტუალი უნდა გააკეთოთ დილას და საღამოს 16 დღის განმავლობაში. თუ გესიამონებათ, შეიძლება გააკეთოთ მეტხანსაც. მოთავსდით კარგად, ვისაც საშუალება გაქვთ ანთეთ სანთელი და წარმოიდგინეთ მეგობრებო, რომ თქვენი ენერგია გარდაიქმნება წითელ ენერგიად. რატომ წითელ ენერგიად? წითელი ენერგია არის მოძრაობის. მე მიყვარს ძალიან აი აქ დასხმა მეგობრებო, ამიტომ ყოველთვის ჩემი ყველა გადასაფარებელი დასრულია. ძალიან დიდი ენერგეტიკა აქვს ამას. გარშემო როდესაც ვასხავ ყველაფერს სანთელს, ამიტომ ყველა ჩემი გადასაფარებელი მუდმივად არის დასრული. დაჯექით, ფეხები გაშალეთ, მაგაიშალეთ, არაფერმა არ შეგიშალოთ ხელი და წარმოიდგინეთ ის შავი ენერგეტიკა, რომელიც თქვენ თავიდან ყელში ჩამოდის, გულში რაც გაქვთ, საშუალოსნოში, ფეხებში, გარდაიქმნება წითელ ენერგიად. დაიყოს ასე, დაიყოს ასე, დაიყოს ასე, ამინ. წითელი ენერგია, რომელსაც მოაქვთ თქვენთვის მოძრაობა, სიყვარული და სექსუალური ენერგეტიკა. დაიყოს ასე, დაიყოს ასე, დაიყოს ასე. სექსუალური ენერგეტიკა, რომელიც გამოაცოცხლებს თქვენს ორგანიზმს და გარშემო მყოფების ყურადღებას მიიქცევს, როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცების და თქვენი საყვარელი ადამიანის თქვით სახელი. თქვით სახელი, განსაკუთრებით მის ყურადღებას, თქვენ მის თვალში იქნებით ლამაზი, ენერგიული, სექსუალური, ძლიერი, შვიდი, ხიარული. დაიყოს ასე, დაიყოს ასე, დაიყოს ასე. თქვენი გონებიდან მიდის ყველა ჯადო, ყველა ნეგატივი, სულიდან, გულიდან, საშუალოსნოდან, ფეხებიდან და თქვენ ხართ როგორც ახალ დაბადებული ბავშვი, რომელიც არის მხიარული, იღბლიანი, ბედნიერი, წარმატებული. თქვენ ხართ წითელი ენერგიით, თქვენ ხართ ბედნიერი, თქვენ ხართ სექსუალური, თქვენ ხართ მდიდარი, თქვენ ხართ გამორჩეული, თქვენ ხართ წარმატებული. დაიყოს ასე, დაიყოს ასე, დაიყოს ასე, დაიყოს ასე. ძალიან ძლიერი
მედიტაცია გამოვიდა. არ დაგავიწყდეთ. ღილაკზე ხელის დაჭერა და ჩემი გვერდის გამოწერა. ეს იქნება მადლიერება იმისათვის, რასაც მე თქვენთვის ვაკეთებ უფასოდ. რიტუალი გააკეთეთ 16 დღის განმავლობაში. დილას აღამოს, ან რამდენჯერაც მეტჯერ უყურებთ, იმედჯერ უკეთესი. დანარჩენი მე გელით. ბედნიერად.